დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწეს. ამერიკული სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. ბრიტანული სანქციების ქვეშ კი აღმოჩნდნენ გომელაურის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ეს ორი მაღალჩინოსანი სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაასანქცირა. ანალიტიკოსების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასტიკი ძალადობის და სამინისტროს სრულად ქართული ოცნების პარტიულ დანამატად გადაქცევის ფონზე ლოგიკურია, რომ ოცნების მაღალჩინოსნებს მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდათ. აი ამ მონაცემებით სახეზეა სახელმწიფო აპარატის სრული გადართვა პარტიული ინტერესების დამცველად და აი ეს შინაგან საქმეთა ორგანოები, უსაფრთხოების ორგანოები, მთელი სამართალდამცავი სისტემა გადაქცეულია პარტიის ორგანოდ, პარტიის დანაყოფად, რადგან ერთის მხრივ ჩვენ ვიცით მაგალითად რომ ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სოდნაც სასწრაფოდ გამოავლინონ დანაშაული და დაუყოვნებლივ აღკვეთონ, თუმცა ვხედავთ რომ აი ამ ბაზის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ხდება პარტიულ ინტერესებში. რაზე მაქვს საუბარი? თუ საკითხი ეხება თუნდაც დამრღვევი დემონსტრანტების გამოვლენას, მათ სამართალში მიცემას, გასამართლებას, უმძიმესი ფორმით დასჯას, მაშინ ეს ყველაფერი ხდება მყისიერად, ხოლო როდესაც საუბარია თავად პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე, აქ რეაგირება ნულოვანია და უფრო მეტიც ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ თუ შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციას დავეყრდნობით, მაშინ ბესიკის ქუჩაზე 50 კაციანი შეიარაღებული ბანდა ისე თარეშობდა და უსწორდებოდა მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომ დღესაც კი იდენტიფიცირებელი არ არის, თითქმის ერთი კვირაა ამ ყველაფრიდან გავლილი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებას წინ უძღოდა ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყნის განცხადება. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს შეწყვიტოს რეპრესიული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ასევე მოუწოდებთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ დემონსტრანტები, მედიის წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანი სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფეების მხარდაჭერისთვის დააკავეს. წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები და კიდევ 10 ქვეყანა აწერს. ნიშანდობლივია, რომ ხელმომწერი ქვეყნები ქართულ ოცნებას არ აღიარებენ როგორც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას. რამდენიმე დღის წინ იგივე გააკეთა ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ. მაკა ბოჭორიშვილთან საუბრის შემდეგ დაუთიმ იგი მოიხსენიარა საგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლად. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ქართული ოცნება იტყუება, როცა ამტკიცებს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. ამ დროისთვის ოცნების უკვე 150-ზე მეტი პირია სანქცირებული. ქართულ ოცნებას, უბრალოდ რეჟიმს მოუწოდებ, რომ ჯობია ისევ ჟურნალისტებთან მიაწვეს ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, ადამიანის უფლებების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ისინი აქ შემოსულები და არა იმისთვის, რომ ვინმეს ლეგიტიმაცია მიცემ. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრმა ბლერ მაკდუგალმა ოცნების პროპაგანდისტული ტელეარხის იმედის და ლიბერტი ბანკის ფლობელის ირაკლი რუხაძის სანქციების საკითხი უკვე დასვა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია იმედი მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელსაც სასტიკი მთავრობა იყენებს, იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Honeywell Partners-ის მეშვეობით. მაინტერესებს თანახმა ხარ თუ არა, რომ განვიხილოთ კრიმინალური უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და დავასრულოთ ეს ოპერაციები ამ ქვეყნიდან პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის აკეზების გამო.
ამერიკის შეერთებულ შტატებამდე და დიდ ბრიტანეთამდე მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობის გამო სანქციები ქართული ოსნების ლიდერებს და მათ პროპაგანდისტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი რუხაძეს და სხვებს ბალტიისპირეთის სამეულმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დაუწესეს. საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ყველა ნაცემი მომიტინგისთვის პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უფრო სამართლიანი გახდება. რა თქმა უნდა, იყო ინციდენტები, იყო გადაცდომები, მაგრამ არსებითად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა პროპორციულად უხეში სისტემური ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო ამის განეიტრალება, როდესაც 500 კაციანი ორგანიზებული ექსტრემისტული დაჯგუფება, ძალადობრივი დაჯგუფება მოქმედებს პოლიციის წინააღმდეგ, ამას სჭირდებოდა ზომების მიღება და ზუსტად ეს ზომები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, როდესაც 500 კაციანი ძალადობრივი დაჯგუფება მოქმედებს, ასეთ დროს თავიდან ვერ აირიდებ ადამიანების დაშავებას, დაშავდნენ სამწუხაროდ როგორც პოლიციელები, ისე მომიტინგეები. ეს არის ძალიან სამწუხარო. თითოეულ დაშავებულ ადამიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ მაცმოძრავებას. ახლა საუბრობენ მსხვერპლზე, საუბრობენ სანქციებზე. ეს არის ყველაზე ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში ნეგატიური სცენარების განვითარებით დაინტერესებული. მე იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება, რადიკალურად შეიცვლება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 22 დღეა მიმდინარეობს პროტესტი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გამო. პროტესტის მონაწილეები დაპატიმრებული დემონსტრანტების სასწრაფო გათავისუფლებას, არაფორმალური მმართველობიდან ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი გუნდის ჩამოშორებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ახალ სანქციებს ქართული ოცნება ჯერ არ გამოხმაურებია.